ისეთი ოჯახი ვიყავით, აი ხა რომ შემოვიდა რომ ერთად ვეღარ სადილობენ რაღაცა ეს სამწუხაროა თუ რა არის ჩვენ ესე გავიზარდეთ აი ცოტა არატრადიციული ანუ ეხა რომ თანამედროვეობა ქვია ჩვენ თავიდანვე ესე ვიყავით ხო და აი დეჩემ არის ცოტა საცივის გაკეთება არც გოზინახის და ბებია ჩემი ახლოს ცხოვრობდა ჩვენგან დეჩემის დედა და იქ მივდიოდით აი ეგ მახსოვს აი ტრადიცია გამოდის ახალი წლის წინ მე მამა ჩემი და ჩემი ძმა მივდიოდით ბებია ჩემთან მოქონდა ეს საცივი და რაღაცები დეჩემ ალბათ ეთყობა სახსალაგებდა ცოტას მე ეს მოქონდა და გვაძინებდნენ ახალწელს არ ხვდებოდით არასოდეს და დილას რო ვიღვიძებდით ესეთ სკამები გვეთქვა ხოლმე საწოლთან და ეწყო ბევრი საჩუქარი, აი ძალიან ესე და სულ ბოლომდე გვჯეროდა რომ თოვლის ბაბუას მოქონდა. თოვლის ბაბუას მოქონდა თუ მამასთან, ხო და მაგათ მოქონდათ, მაგრამ ჩვენ იმდენად ისეთი რაღაცები იყო ხოლმე, რაც მაგათ არ უყვარდათ დედაჩემს და მამაჩემს, რომ დარწმუნებული ვიყარ რომ მართლა თოვლის ბაბუას მოქონდა, იმიტომ რომ ეგეთ რაღაცებს ესენი არ გვიყიდნენ. ხო, იმიტომ რომ რაღაცები ხო არ მოწონდა თვითონ რაღაც ტიპის სათამაშო ან თმისამაგრე რაღაცა, ეგენი ან ჩვენ რაც მართლა გვინდოდა ისინი ეწყო. და რომ გამოვდიოდით მე ოთახში იქ ხვდებოდა ნაცვისხე. ესე იგი ჩვენ რო გვაძინებდნენ, ეგენი აწყობდნენ ნაცვისხეს და დილას რო გამოვდიოდით ეს ხვდებოდა და რაღაცა ძალიან ლამაზად მახსენდება. ნაწარმოებებში სხვაგან სხვა წამიკითხავს და ეხაც ეგრე ერთად რო რთავენ და რაღაცა ერთად სუფრასთან. აი ჩვენთან რაღაც სხვანაირად იყო ეს მოქონდა, დილას ეს ხვდებოდა და ნუ სუფრაც მერე სადილზე ჩვეულებრივად. არც ტრადიცია თუ ქვია. მაგარი ტრადიცია, ძალიან მომეწონა. ძალიან ჯადოსნური იყო მართლა დილას რო გამოვდიოდი და თან უკვე ვიცოდით ალბათ რომ დაგხვდებოდა, მაგრამ ეს პირველი ეფექტი რომ ნაძვისხე დგას. ალბათ ერთი სული გქონდათ, როდის დაიძინებდით რომ მალე აი მართლა ძალიან ჯადოსნურად მახსოვს. ის საღამოდან იწყებოდა აი ჩვენი წასვლა ამ რაღაცების მოტანა, მერე დაძინება და დილას საჩუქრები და ნაძვისხე.